Mercedes F1-ის გუნდს აქვს ძალიან მაგარი რაღაც გაკეთებული აქვს. F1-ის experience-ი, აი განახებთ. ეს გამოიყურება. შედიხარ შეგნით და ბოლიდის გამოცდილება გაქვს, რომელსაც ახლა წავალ აუცილებლად და გაჩვენებთ რა ხდება შეგნიდან. 10 ფუნტი გადავიხადი ამაში, ასე რომ ურჩევნიათ რომ კარგი იყოს. რატომ ახტევინებო საერთოდ ფუნტს? ნახოთ რა იქნება. გაიგეთა კარი. Hi, I'm George Russell. You're now about to join me on a high-speed test lap around the world-famous Sakiri Grand Prix circuit. სრული ამის გამო უნდა დაჯარიმდეს პეტრონასის და მერსედესის ესეთ რაღაცას რო თავაზობს ხალხს და ამაში ფულს ახტევინებს თან მაგრაც ხელოდა შეგნით აი ვაფშე არაფრად არ აღერდა არ გადაიხავთ ხალხო 10 ფუნტი ამაში კი არა ფულს თუ არ მოგცევენ არ ჩაჯდეთ შეგნით ამ საზღარი გამოცდილების შემდეგ მერსედეს რაღაცა სერიოზული უნდა გაეკეთებინა რომ ჩემი განწყობა გამოესწორებინა გააკეთა კიდეც უпроსორად მისმა წინაპრებმა გააკეთეს ეპიკური რაღაცა უნდა გაჩვენოთ აქ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ნახეთ ეს არის Mercedes-ის ავტომზიდი, რომელსაც Mercedes-ი იყენებდა 50-იან წლებში თუ სწორად მახსოვს. უրա მაგარი ტიპია, აი, ჯერა ფორმები აქვს. ავტომზიდი უფრო ლამაზია თუ ზედადებული სპორტული მანქანა ვერ ჩამოუყალიბდი. ეს არის პერიოდი, როდესაც Mercedes-ი Mercedes-ობდა. იმ დროიდან, როდესაც მანქანებს ინჟინრები ქმნიდნენ და არა მარკეტოლოგები. Mercedes-მა როგორც ჩანს მოინდომა, იმიტომ რომ პირველად ნახე ეს მანქანა ესე გამოფენაზე. ეს არის 1970 წლის C111, რომელიც ითვლება იმდროინდელი ფუტურიზმის ხორცშესხმად რა, ესე ხედავდნენ მომავალს Mercedes-ში იმ დროს. მოდი აბა ჩავხედოთ სალონშიც. ნუ 126-ის საჭი აქვს. და აბა ჩავხედოთ ძრავში. ცენტრში დგას ძრავი. გადაცემათა კოლოფი უკან დგას. რაც კარგ გწონის გადანაწილებას მიცემს იდეაში. როგორც ჩანს, უკარტერო ძრავია. ნუ როგორც ფორმულა 1-ის მანქანა იმ ტექნოლოგიითაა გაკეთებული რა.